ეს დღევანდელი დღის მთავარი თემა იქნება ყველა შემთხვევაში. შავდა ლომიძე, ჯეოკეისის მრჩეველი და აზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვენთან ერთად. დილამშვიდობი ბატონო შავდა. მადლობა რომ შემოგვერთით. დიდი ამბავია და მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრი ვერტიკალის ორგანიზაცია არის და ნუ ახლა ჩვენ ნახეთ ესეთ შაბლონური ტექსტი ხო, რატომ გადადგა ის, რომ ოჯახთან ერთად მეტი რო გაატაროს და ქვეყანაში თუნდაც 7 ვითარება ყოფილა. არის თუ არა ქვეყანაში 7 ვითარება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ საპატიო პენსიაზე გადიოდეს შვილიშვილთან დროის გატარების მიზნით. უფრო მეტად 7 ვითარება გაცილებით უკეთესია ნამდვილად. ხო. რომ ვისაუბროთ მათ შორის რა მნიშვნელობის არის სახელმწიფო ვერტიკალში ეს თანამდებობა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში თუ შევხედავთ, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო დრო ეს ორივე ერთი იყო და მართლა სუპერძალოვანი მინისტრი იყო. ამ შემთხვევაში ეს გაყოფილია მაინც, მაგრამ პოლიტიკური გავლენის და კონკრეტული ძალაუფლების კუთხით რა მნიშვნელობა აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს, ბუნებრივია უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ვახტანგ გომელაური ამასთანავე არის იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. შესაბამისად ეს არის თანამდებობა, რომელიც координаციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში შემავალი ყველაზე საკვანძო მნიშვნელოვანი საკითხის ასე თქვა შეფასებას, გაანალიზებას, იგი იძლევა რეკომენდაციებს სამომავლო უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით. შესაბამისად ეს თანამდებობა, ეს პოზიცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ამასთანავე გვესმის, რომ ბატონი ვახტანგი ასევე გახდათ ვიცე-პრემიერი და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების რიგ საკითხებზე. თქვენ მას იცნობთ? რა თქმა უნდა. გქონეთ მასთან საქმიანი ურთიერთობა. როგორ დაახასიათებთ მას საქმიანი კუთხით? საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ასე ვთქვათ მომყოლი საკითხებთან დაკავშირებით ისმენდა რიგ პოზიციებს და მასთან თანამშრომლობა იყო საკმაოდ საინტერესო. ანუ საქმიანი ურთიერთობა მასთან გამოდიოდა. დიახ. რამდენად იყო ის ემოციების ამყოლი ადამიანი, რამდენად იყო ადამიანი, რომელიც მოქმედებდა თანამდებობაზე და გადაწყვეტილების მიღების დროს რაღაცა პოლიტიკური ანგაჟირებით. იმიტომ რომ ეს თანამდებობის პირებისათვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, ხო? მაგალითად, ჩემზე ყოველთვის გომელაური ტოვებდა შტაბ-ბიძას, რომ ის პრაქტიკული გონების კაცი იყო. ის ცდილობდა რაღაც, ხო, არ იყო ანგაჟირებული ადამიანი. გასაგებია, მას უმცირეს პროცესებში მოუწია მონაწილეობის მიღება, ტყუდად არ მოხვედრიდა მაგნიცკის სიაში, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა არ ტოვებდა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის შტაბ-ბიძას. ასეა? ჩემი ასე ვთქვათ პირადი სუბიექტური გამოცდილებით გეტყვით, რომ მასთან თანამშრომლობა იყო საკმაოდ საინტერესო, მასთან დიალოგი იყო ქმედითი, ობიექტური და მასთან შეიძლება რიგ საკითხებზე ძალიან ასეთ გულწრფელი ხო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მას მოუწია სწორედ საპატიო ტვირთის როგორც ახლა ოცნებაში ამბობენ ხოლმე, რასაც თქვენ მაგნიცკის სიაში ყოფნა, ხო? ეს არ არის მარტივი ამბავი. რას ნიშნავს მაგნიცკის სიაში ყოფნა? თქვენ გაქვთ ამაზე ალბათ ინფორმაცია, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს ეს სია და საქციების რაღაც სანქციების ერთობლიობა, საკმაოდ მწვავე სანქციების ერთობლიობა, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, იგი ქმედითია. არსებობს გარკვეული გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები, როდესაც მაგნიცკის სია შესაძლოა დაექვემდებაროს გადახედვას სიაში მყოფი ადამიანი, თუმცა ეს ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში და ზოგადად თუ განვიხილავთ ამ მაგნიცკის სიის გავლენას სუბიექტზე თუ ობიექტზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საკმაოდ მწვავე, კრიტიკული და ძალიან ქმედითია სიაში მოქცეული პირის მიმართ. აი როცა ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო საჩუქარი, რომ იყოს არა რაღაცა სანქცია, არამედ პირიქით ჯილდო. შენახარ ჩემი ჯილდო საშელიც როგორც ოთარ ჭილაძის ლექსი არის ესე რომ მიმართავდნენ ამის მაგნიცკის სიას. რამდენად გულწრფელები იყვნენ თქვენ ერთ და შეხედავდი მაგნიცკის სიას როგორც ჯილდოს ნამდვილად. როცა იცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ტიპის ცვლილებას გულისხმობს ეს მათ შორის სისტემაში? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სისტემა ჯერ კიდევ მრავალი წელია, სადაც არსებობს თქვათ რა იცვლება პოლიტიკური თავების პირი და ქვემოთ რჩება თქვათ რაღაც ვერტიკალი, რომელიც აგრძელებს მუშაობას. ვერტიკალის ზედა წერტილში ცვლილება გულისხმობს მის აბსოლუტურ ქვედა წერტილამდე ცვლილებას. ეს არის სამწუხაროდ მახინჯი პრაქტიკა, რაც ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. ამ მხრივ რა სპეციფიკა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს? შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველი პირის ცვლილება განსაკუთრებით ისეთი პირისა, რომელიც ამ თანამდებობაზე იყო მრავალი წლის განმავლობაში, აუცილებლად გამოიწვევს ვერტიკალურად მის მოადგილეებში ცვლილებას, რიგ ნაწილში აუცილებლად გამოიწვევს საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირებში ცვლილებებს, მათ შორის დროთა განმავლობაში ეს ცვლილება ეტაპობრივად აისახება ნელ-ნელა ქვედა თანამდებობებზეც.
ბატონ შალვა, დიახ, ანუ ჩვენო ველოდოთ აქ მრავალ საკადრო გადაადგილებას, ხო? საკადრო პოლიტიკის და ყველა ახალ მინისტრს როგორც წესი თავის კადრები მოყავს, როგორც ყველა პოლიციის ახალი განყოფილების ახალ უფროს თავის ყველა თავის გუნდით მოძრაობს, ხო? და ყველა მისთვის თამაშის ეს წესი რომ ვიღაც რომ მოდის, ვიღაც უნდა წავიდეს აუცილებლად. ეს ტურბულენტობა სიცვეს ხოლმე სისტემაში. გაქვთ მოლოდინი რომ ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ რამე ასეც? აუცილებლად მოყვება ამას გარკვეული ტიპის შიდა გადაადგილებები, გარკვეული ტიპის შიდა ტურბულენტობა. განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში. თქვენ ახსენეთ და ნამდვილად ბატონი გომელაური გახდათ აი საკოორდინაციო საბჭოს, ასე ვთქვათ, კოორდინატორი, ხო, რასაც გულისხმობს, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, რასაც ადრე უშიშროების საბჭოს ვეძახდით ხოლმე, ახლა უსაფრთხოების საბჭო ქვია, ხო? უსაფრთხოების საბჭო. რამდენად ფუნქციური ორგანიზმია ეს? ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ სანამ მე მეკავა გარკვეული თანამდებობა, ამ პერიოდში ეს საბჭო საკმაოდ ქმედითად მუშაობდა, იყო რამოდენიმე მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის განვიხილავდით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით რიგ საკითხებს, მათ შორის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ფორმატებს, ეს იყო დახურული შეხვედრა, მედიისაგან, ასე ვთქვათ, დახურული შეხვედრა და შესაბამისად დაახლოებით 4-ჯერ 5-ჯერ წლის განმავლობაში ასეთი ტიპის შეკრებები იმართებოდა. და ამ შემთხვევაში ამ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორის როლი რაში გამოიხატება? იმიტომ რომ ახლა ჩვენ უნდა ნახოთ რა უნდა გავიგოთ ალბათ რა ადგილები გამოთავისუფლდა ხო ძალაუფლების სექტორში. რა ადგილი უკავია, მოდი აი ამ ნაწილში რა ადგილი ეკავა ვახტანგ გომელაურს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შედგება მუდმივმოქმედი 7 თუ არ ვცდები წევრისაგან, ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პლუს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ასე შემდგომ რეალურად მისი აპარატი ორგანიზებას უწევდა ცალკეული კრიტიკული საკითხების შესახებ უწყებებში არსებული ინფორმაციის შეფასებას, შეჯერებას და შემდგომში სხვა უწყებებისთვის შემდგარი დასკვნის თუ შედეგის გაზიარებას, ასევე სამომავლო სტრატეგიული საკითხების განსაზღვრაზე ამაზე სამუშაო ჯგუფების ფორმირებას. და პარალელურად პოლიტიკური ტურბულენტობის საკითხები თუ განიხილება ხოლმე ამგვარ ფორმატებში. მე ასეთ საკითხს არ შევსწრებია. მე ძირითადად ჩემი, ასე ვთქვათ, დასწრების დროს, ძირითადად ეს იყო საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმდინარე პროცესები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც კონკრეტულად იმ კონკრეტულ მომენტში იყო საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისად ეს იყო რამოდენიმე საათიანი აქტიური ცხარე მსჯელობები. ცხარე? მათ შორის. ანუ კამათის შესაძლებლობა აქ არსებობდა. რამდენად ქონდა მას წამყვანი როლი ვახტანგ გომელაურს? მოდი მე მინდა რომ განსაზღვროს მათ შორის მისი ადგილი რაღაცნაირად ამ ძალაუფლების ვერტიკალში როგორ იყო. რამდენად წონიანი იყო მისი სიტყვა? საბჭოს ფორმატში პრემიერ-მინისტრის შემდგომ პირველი ფიგურა იყო ბატონი ვახტანგ გომელაური. როცა ჩვენ ვსაუბრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, მას მრავალი ფუნქცია აქვს, ხო? დანაშაულთა ბრძოლის მიმართულებით მე ხშირად ვლაპარაკობ ამაზე, რომ ის განსხვავდება უსაფრთხოების სამსახურების სპეციფიკისგან. თუ მოდი შევაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და დავცლით, ერთ წუთს წარმოვიდგინოთ პოლიტიკურ კომპონენტისგან, რომელიც ახლა ავტომატურად ვიცით, რომ ცუდია. დანაშაულებებთან ბრძოლის მიმართულებით თქვენ როგორ უყურებთ? წმინდა კრიმინოლოგიური ვითარების კუთხით ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს დღეს? იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი საქმიანობის შეფასების ერთი ასპექტი ნამდვილად არის. ფიქრობ საყურადღებოდ და ალბათ საჭიროებს რიგ განახლებებს და რიგ ჩართულობებს ვინაიდან, ასე ვთქვათ, ვეცნობით რა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე სტატისტიკას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ბრალებში ცუდი გაგებით ვითარება და იქნება საჭირო არსებითი ღონისძიებების მიღება ამ ვითარების გამოსასწორებლად. აქ გულისხმობთ უფრო ორგანიზებული დანაშაულის უნარების განვითარებას, მათ უკეთ ორგანიზებას თუ გულისხმობთ უფრო რაღაც ზოგადი მიდგომის შეცვლას, ხო, დანაშაულებების ახალ ტიპის ფორმებთან დაკავშირებით? ალბათ ზოგადი მიდგომების შეცვლას, ვინაიდან დანაშაულიც თავის ხრის განიცდის ფორმაციას, იგი ციცვლის სახეს, იცვლება დანაშაულის, ასე ვთქვათ, ტექნიკა და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებული იქნება გარკვეულწილად შექმნას ის სისტემა, რაც გაუმჯობესებს მის ეფექტიან ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. გიორგი ბაჩაშვილის ამბავზე უნდა გკითხოთ აუცილებლად. ეხლა ეს ძალიან ხმაური არამედ დარჩება ნამდვილად აქ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება. ეხლა გავიგეთ რომ კაცი გაიპარა სომხეთის გავლით და თურმე შემოპარვას აპირებდა აზერბაიჯანის გავლით. ყოველ შემთხვევაში ამას გვეუბნება სუსი რომ რაღაცა მწვანე ზოლში აღმოაჩინეს მოსეირნე ბაჩაშვილი, რომელსაც შესაძლოა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რაც უწყების ენაზე რას ნიშნავს რთული გასარკვევი არის მაინც, მაგრამ როგორ ფიქრობთ თავისთავად? მოდი დავიწყოთ აქედან. რამდენად შესაძლებელია რომ კაცი რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მწვანე ზოლში შეირნობდეს და რა უნდა ამოვიკითხოთ სუსის ამ განცხადების უკან?
გამიჭირდება ამ განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება, სიმართლე გითხრათ, მაგრამ არსებობს გარკვეული ტიპის ინფორმაცია, ხა შეთქმულების თეორიებში ნამდვილად ვერ წავალ, სასურველია დაველოდოთ ხვალინდელ განცხადებას ბატონი ბაჩიაშვილისა, ალბათ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამ სიტუაციაში. ბუნებაში მწვანე ზოლზე ასე თქვათ გადაადგილება ვერ გეტყვით, არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება ამის კომენტირება რა. ხო, თუმცა არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. თქვენ ამ მიმართულებით მუშაობთ. ხო, არსებობს ქვეყნები, სადაც არსებობს კანონის მეტი უზენაესობა, არსებობს რაღაც სტანდარტები, თქვათ, როგორ ხდება ადამიანების ექსტრადირება, ამ სტანდარტებს იცავენ, არსებობს სასამართლო და ასე შემდეგ, ხო? შეზღუდულია კანონებით სახელმწიფოები. არსებობს ქვეყნები, სადაც ამ საკითხებს ცოტა უფრო მარტივად უყურებენ და არსებობს რაც პერსონალური შეთანხმებების ნაწილი. ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის ამ სახელმწიფოებში და პოლიტიკის მიმოხილვა, მაგრამ არიან ეს ქვეყნები, ევროპულ ქვეყნებში კანონებს რომ მეტყურადღებას აქცევენ, ახლა თქვათ, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში სხვა ტიპის წესები მოქმედებს ამ კუთხით. ჩვენ ვიცით რომ ბატონი ბაჩიაშვილი ნამდვილად იყო სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოში, მის ადვოკატები ამბობდნენ რომ მის დაპატიმრების გარემოებები გასაგებია რომ ჩვენ ბატონი ბაჩიაშვილისგან უშუალოდ არ მოგვისმენია და ხმარი უნდა მოვისმინოთ, მაგრამ მისი ადვოკატები გარდიანის ყავდა წყაროები და ამბობდნენ რომ ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში ადვოკატს უნდა შეხვედროდა და რადგანაც დააკავეს 8 ადამიანმა დააკავა თვითმფრინავში ჩასვეს და გამოუშვეს. რა ფორმატი არის ეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის? არც რაღაცა დოკუმენტი, არც ხელისმოწერა, არც სასამართლო, არაფერი. ესეთი გარიგებები როგორ და რა მომენტში დგება? ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების შორის შეიძლება არსებობდეს ორხვევი, შეიძლება და ალბათ არსებობს ორხვევი თანამშრომლობის ფორმატი, მემორანდუმის ამ სხვა ტიპის შეთანხმების საფუძველზე, რაც სახელმწიფოებს სამართლებრივ სფეროში ურთიერთდახმარების შესაძლებლობას აძლევს. ამ ფორმატით დარეგულირებადია ასეთი ტიპის მოქმედებები და ზოგადად ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, საკითხი არსებობს, ასეთ ვითარებაში მთელი რიგი სახელმწიფო სტრუქტურები, ორგანიზაციები, რომლებიც ასე ვთქვათ, ერთი მმართველობის ქვეშ იმყოფებიან, ახორციელებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ რიგი მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს დასახული ამოცანის აღსრულებას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ არსებობდა აქტიური კოოპერაცია კონკრეტულ უწყებებს შორის, მათ შორის თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუნდაც სპეცსამსახურების ხაზით, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუნდაც პროკურატურის ან იუსტიციის სამინისტროს ხაზით, რამაც ამ განვლილი პერიოდის განმავლობაში შექმნა საფუძვლები იმისათვის, რათა არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამის უწყებებს მიცემოდა შესაძლებლობა გაეკეთებიათ ის, რაც ასახულია კონკრეტულ პუბლიკაციაში. ხო, ოღონდ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ურთიერთობების მრავალი ფორმა და არსებობდეს ფორმა, რომ თქვა რაღაცა დიდი სასამართლოები არ ჭირდება ადამიანის დეპორტაციას და გადმოცემას საქართველოში, მაგრამ ადამიანის მწვანე ზოლში დატოვებას ასეთ სამართლებრივი ფორმატი ალბათ არ არსებობს. მწვანე ზოლთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცოტა ბუნდოვანია და ვერ გავაკეთებ. ხო, სულ გამოაქვეყნა ეს განცხადება და აი ესეთ ფორმატი არ არსებობს და ხა მას დარწმუნებულია, რომ სამართლებრივად ისიც თქვენ სადაც აი დავნაშავეს რო ვიპოვით თქვენსაც დაგიტოვეთ მწვანე ზოლში და მე თქვენი ვითომ იპოვეთ. ესეთი ფორმატი არ არსებობს. თუ დავეყნობით გარდიანის განცხადებას პირობითად და არაბთა გაერთიანებული საამიროების კონკრეტული სამსახურის კონკრეტულმა დანაყოფმა მოახდინა პირის დაკავება და დაიწყო მისი თქვათ გადმოცემა ქართული მხარისათვის, მაშინ ეს ადამიანი მწვანე ზოლში ვერ უნდა მოხვედრილიყო ვერც ერთ შემთხვევაში. ეს გადმოცემა უნდა მომხდარიყო ოფიციალური არხებით. შესაძლოა ეს არ გასაჯაროებული იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტი უნდა შედგენილიყო, სადაც ერთი მხარე მეორე მხარეს უდასტურებს მის მიმართ არსებული თქვათ ლეგიტიმაციის ფარგლებში გარკვეული მოქმედების განხორციელებას. მწვანე ზოლში როგორ აღმოჩნდა პიროვნება, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვი. სხვა შორის წესით არ უნდა აღმოჩენილიყო. წესით მწვანე ზოლში ადამიანები არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგადად ჩვენი პრაქტიკა ისეთია, რომ ესე იგი მწვანე ზოლი ისეთ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრებს შორის, სადაც რაღაცა ხალხი უცებ აღმოჩნდება ხოლმე და ავგან მუხთარლის საქმე ერთ-ერთი ასეთი იყო, ხო, რაღაც რევერს მუხთარლი გამოვიდა, ოღონდ სხვანაირად. ეხლა აქ ივანიშვილს ვინც დაჭირდა, ის აღმოჩნდა მწვანე ზოლში. ნახოთ, საინტერესო მართა ბაჩიაშვილი ას მოყვება ამ მიმართულებით. მისგან ალბათ უფრო მეც გავიგებთ. არსებობს ინფორმაცია, ხო შორის ნანუკა ჟორჟონენი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გიორგი ხარაზიშვილმაცო, ხარებამო. ნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია. თავისთავად უნდა გკითხოთ სანქციების ეფექტთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ჩვენი სამართალდამცავი თოფიანი კაცების სისტემისათვის, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ხელმძღვანელი თანამდებობის პირი სანქცირებულია საერთაშორისო დონეზე. როგორ მოქმედებს ეს მასზე და როგორ მოქმედებს ეს მის ხელქვეითებს? გავლენა საკმაოდ ეფექტიანია, მინდა გითხრათ, ასევე ჩემს ხელთ არსებული, ასე ვთქვათ, პირადი
კომუნიკაციით არსებული ინფორმაციით შემიძლიათ გითხრათ, რომ სანქციები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენ გარკვეულ ნაწილზე, იმ ნაწილზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, საკუთარი მომავალზე, საკუთარ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, სანქციების ეფექტი ალბათ ნელ-ნელა, მაგრამ ყველაზე თავის დროზე მოახდენს გარკვეული ტიპის ზემოქმედებას. თუ უშლის ვერტიკალს, ასე ვთქვათ, მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას, მის ახსრულებას, აი ამ ნაწილში თუ მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენ? არ მგონია. გარკვეულ მომენტში არ მგონია. გააჩნია რა ტიპის ამოცანის გადაწყვეტის წინაშე დგას კონკრეტული დანაყოფი და რა ტიპის დანაყოფთან, რა ტიპის შემადგენლობასთან მიდის კონკრეტული ამოცანის შესრულება. მადაც შიგნით საკმაოდ განსხვავებული ხედვებისა და განსხვავებული ღირებულებების და განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფებია წარმოდგენილი. თუ შევხედოთ, რომ ეს გენერალურად ჩვენს, ასე ვთქვათ, სამართალდამცა უწყებებს, ხო? რა ტიპის დანაყოფებისგან შინაარსობრივად შედგება ეს ყველაფერი, რომელიც რეჟიმის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი სპეცრაზმები, ხო, თავდაცვის სამინისტრო შეერაღებული ძალები. არის თუ არა რამე ისეთი, რაც ძალიან საკვანძო მნიშვნელობის არის და რის ერთგულებაზეც სისტემა დგას. თქვენ უყურებთ ასე? ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო დანაყოფია ზოგადად, იმიტომ რომ მისი მოცულობა, მისი მასშტაბი, ის ფუნქციები და ამოცანები, რომლის გადაწყვეტაც მას ავალია კონკრეტულად დღეს საქართველოში, ერთ-ერთი საკვანძოა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური ისტაბილიშმენტის ინფორმირებაზე, მათ შორის ასევე არის კონცადაზურო დანაყოფი, რომელიც საკმაოდ სპეციფიური, მოცულობითი ორგანიზაცია და საკმაოდ საინტერესო საკითხებზე მუშაობს, რაც დაკავშირებულია ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებზე და ასე შემდეგ. ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის სურათს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღების აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ვითარებაში რა ტიპის პრობლემები არსებობს ქვეყანაში, მისი პოლიტიკური გუნდისთვის და რა ტიპის ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა გამოასწოროს ან განავითაროს რიგი პროცესები. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კონდაზურით საქმიანობაზე, რა არის ის რეალური პრობლემათა სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ჩავარდნა კონდაზურის მიმართულებით. ხედავთ თუ არა, რომ დღეს ჩვენი ეს სამსახურები რეალურად ფუნქციური არის კონდაზურით საქმიანობაში. იმიტომ რომ აი ჩვენ გუშინ ნახეთ ამერიკის სამხედრო დაზვერვის დოკუმენტი, სადაც მოხსენებული იყო, რომ საქართველოში ასე ვთქვათ, საქართველოს მზად არის რაღაცნაირად გახსნილია იმისთვის, რომ რუსეთმა აქ მოახერხოსო თავისი საქმიანობის გავრცელებაო, ხო? რაც მძიმე განაცხადება იყო ნამდვილად, ეს ყოველწლიური შეფასება იყო. რამდენად რეალისტურია ეს, რამდენად საფრთხილოა, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ამ ნაწილს? ამ განცხადებასთან დაკავშირებით საინტერესო არის ერთი გარემოება, რომ შარშან ანალოგიურ დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი ჩანაწერი ან მინიშნება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ 1 წლის განმავლობაში მოხდა გარკვეული ტიპის პროცესები, ისეთი, რაც გახდა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის დანაყოფების დაინტერესების საგანი. ბუნებრივია ეს ჩანაწერი საკმაოდ საინტერესოა და დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ვიცი რა, ასე ვთქვათ, როგორ მუშაობს ასეთი ტიპის სტრუქტურა. შიგნით, ასე ვთქვათ, საიდუმლო დოკუმენტების ერთობლიობა და დიდი პაკეტი იქნება, სადაც განმარტებული იქნება, რატომ მივიდა სამხედრო დაზვერვის დანაყოფი ამ გადაწყვეტილებამდე. და ალბათ ეს დოკუმენტი სამომავლოდ შეიძლება გახდეს ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის განხილვის საკითხი, თუ ამის საჭიროება დადგება დღის წესრიგში. ბატონ შალო, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი არის რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციის ხარისხი ჩვენს დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურებში? გაქვთ ამის შესახებ რაღაც საკუთარი დასკვნა და როგორ იცვლებოდა მას შორის ეს წლების განმავლობაში? რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საქართველოსთან მიმართებაში ინტერესი გააჩნდათ მუდმივად, გააჩნიათ დღესაც და აუცილებლად ექნებათ მომავალში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წლების განმავლობაში მათმა ინტერესმა განიცადა გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, განვითარება. შესაბამისად, მათ საქართველოში ცალკეული პროცესები, ისინი ალბათ დიდი ალბათობით საკმაოდ კარგად ფლობდნენ სიტუაციას, თუ რა განწყობები აქვს ქვეყანაში, როგორი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რა ტიპის ეკონომიკური მდგომარეობა, რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის უნარიანობისა თუ უსაფრთხოების სიტუაცია და ალბათ ისინი შექმნიან სამომავლოდ, ეს ზოგადად დაუწერელი კანონია, შექმნიან სიტუაციას იმისათვის, რომ სამომავლოდ არსებობდეს გარკვეული ტიპის რგოლები, ჯგუფები ან ინდივიდები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ მათ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ აქ ჩანს კონდაზურის დანაყოფის პირდაპირი ამოცანა
ამის პრევენცია შესაძლებელი არის კონკრეტულ მომენტში, სწორი ნაბიჯების გადადგმით. მესმის რო თქვა სიტყვაზე აქტიური მოქმედება პიროვნებათა დაკავებების ან მსგავსი კრიტიკული ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით შეიძლება პოლიტიკურად მიზანშეუწონელი იყოს, თუმცა არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა და ჩვენს კონცადაზრო დანაყოფებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ყველა ვარიანტში, სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ კონდაზვერის დანაყოფი არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებს აქტიურ მოძრაობას, ეს უნდა იყოს პოლიტიკური დაკვეთა, მას შეუძლია გაატაროს მოქმედებები, რათა აღკვეთოს რუსეთის სპეცსამსახურების აქტივობა საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი ხდებოდა გასული წლების განმავლობაში? იყო ასეთი შემთხვევები, როგორც ღიად, ასევე ფარულად. ხო, ღია ნაწილში ცოტა მიჭირს გახსენება, უცბად რო გითხრათ, მათ შორის ანგარიშებშიც იშვიათად ნახულობდით ხოლმე ამას, თუმცა ფარულად საინტერესოა. სხვა ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით თუ ყოფილა მოქმედებები? აუცილებლად. დარწმუნებით მეზობელი სახელმწიფოების მათ შორის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დიახ. და ეს ყველაფერი ხდებოდა ამის ასე ვთქვათ დაუწერელი შიდა ინსტრუქცია არსებობს და ჯელტვენური შეთანხმების ან სხვა ტიპის კოოპერაციის საფუძველზე ხდება რიგი საკითხების გადაწყვეტა, რომელიც არ ექვემდებარება გახმაურებას, ეს ასე ვთქვათ მიღებული პრაქტიკაა და შესაბამისად შემდგომში ახალი ფურცლიდან ხდება გარკვეული ტიპის მოქმედებები. ჩვენი დრო განსხვავდება იმითაც, რომ ციფრულია, ხო, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენ შესახებ და სახელმწიფო აგროვებს ძალიან დიდ ინფორმაციას საკუთარი მოქალაქეების შესახებ. ზოგს კანონიერად და ზოგს უკანონოდ, ხო? ჩვენთან სამწუხაროდ ეს კანონმდებლობაც არ არის საკმარისად კარგი ჩემი აზრით, როგორც უნდა იყოს ეს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც ისეთ მარტივ დეტალამდე დადის, რომ მაგალითად, რა ვიცი, სათვალთვალო კამერა რო ყველა შეგვიძლია დავაყენოთ, ესეც კი შეიძლება იყოს გარკვეულწილად არასწორი, ხო? მე მახსოვს უცბად გავიხსენებ უბრალოდ პეკინის ქუჩაზე რაღაც ცუდი ფაქტი მოხდა. რაც გავლენმა ბავშვს დანა დაუშვათ რაღაც და მე სწრაფად გამოქვეყნდა ვიდეო ჩანაწერები და აღმოჩნდა რომ იმ პატარა მონაკვეთზე პეკინის გამზირზე ყველა მაღაზიას ჰქონდა გარეთ თავის ვიდეოსათვალო, ზოგი ხმას იწერდა, რომ ქუჩაში რომ მიდიხარ, თან ვიღაცის მაღაზიის კამერა შენ ხმას იწერს. ეხლა რატომ მოიყვანეს მაგალითად უზარმაზარი ინფორმაცია გროვდება ჩვენ შესახებ, ხო? რომელიც ახლა ეს ყველაფერი აღარ არის დაბეჭდი დოკუმენტები, სადღაც არქივში შენახული, ეს ყველაფერი არის ციფრული. მათი უსაფრთხოების დაცვა, ანუ ჩვენი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან რამდენად არის დაცული. თქვენ როგორ შეაფასებთ, თქვა 10 ბალიან სკალაზე აი ამ უსაფრთხოებას ჩვენი ინფორმაციის? გამიჭირდება შეფასება, ასე ვთქვათ. ამ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნიათ, კარგად არ ვიცნობ. სასურველია რომ იყოს 10 ბალიანი, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 10 ბალიანი დაცულობის პრაქტიკა მათ შორის წამყვან სახელმწიფოებშიც კი არ არსებობს. თუ იქნება 6-7 იქნება ძალიან კარგი, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის დაცვითი ღონისძიებების განხორციელება ამ სფეროში გამოცდილების მქონე პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, თუ ჩვენი სტრატეგია იქნება, რომ აი ეს საინფორმაციო ველში არსებული ჩვენი პირადი ინფორმაცია თუ სხვა სერვერები თუ სხვა სისტემები დავიცვათ, აუცილებელი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც დაცული არის საქართველოს მოქალაქეთა მონაცემები. მე ყველაზე ცუდი ფაქტები მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით, რაც შემზარავ ჩემთვის და შემაშინებელი რაც მსმენია, იყო ის, რომ იქიდან საცერივით ცვიოდა რაღაც ტიპის ინფორმაცია ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ, მათ შორის ზოგი პოლიტიკური მოტივაციით, ზოგი რაღაცა პერსონალური ინიციატივით და მოტივაციით, რომ ვიღაცა აინტერესებს, აი მარტივია ინფორმაციის მოძიება, თუ რაღაცა კარგი კონტაქტი გამოძებნია ამ უსაფრთხოების სამსახურებში და როგორ უნდა აღიკვეთოს ეს, ან როგორ უნდა ჩაკეტო ეს საზღვრები მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებისათვის, რომ იქიდან საცერივით ინფორმაცია არ გამოდიოდეს. უნდა მოქმედების შესაბამისი სამართლებრივი ზომები, შესაბამისად სპეცსამსახურებს შიგნით გააჩნიათ კოორდინაციისა და უпроსტად მაკონტროლებელი შიდა მცირე ზომის ქვედანაყოფები, რომლებიც აკონტროლებენ საკუთარი თანამშრომლების ქმედებებს, უნდა მათ შორის კონტრაზვერის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა გამოავლინოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან საიდუმლო ინფორმაციის ან სპეციფიური ინფორმაციის გაჟონვის არხები და შესაძლებლობები. ეს არის აქ ახალი არაფერი არ არის, ეს არსებობს ასე თქვა დამუშავებული პრაქტიკა. უბრალოდ ამ პრაქტიკაში არსებობს კონკრეტული პუნქტები, მოთხოვნები და ისინი თუ დაექვემდებარებიან შესრულებას, დიდი ალბათობით სახელმწიფო უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ინფორმაციისაგან საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების დაცვას.
და ბოლო საკითხი მინდა გითხოთ, ხა ბევრ საკითხს შევხვდით, ძალიან საინტერესოა რა თემის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენს უსაფრთხოება შეეხება და უნდა ვაღიაროთ ჩვენ განებრივულები არ ვართ ამ თემებზე რაღაცა კვალიფიციური ადამიანების საუბრით, ვისაც უშუალოდ ესმის საკითხი, ხო? ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულება და იქ არსებული მდგომარეობა, ხო? ეს არის თუ არა ცალკე თავი რაღაცნაირად ჩვენი უნდა იყოს თუ არა ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობის და რამდენად რთულია, რამდენად სპეციფიკურია ეს საქმე და რამდენად წარმატებული თქვენ როგორ აფასებთ, რამდენად წარმატებულია მათ შორის ეს ყველაფერი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციების საქმიანობა ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატშიც განიხილებოდა ეს საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, პირდაპირ მოიცავს როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორებს. ამ ნაწილში შემიძლიათ ამომად გითხრათ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აქტიურად კოორდინაციაში თანამშრომლობენ, მათ შორის ერთ-ერთი სამხედრო დაზვერვის დანაყოფთან, რომელიც კონკრეტულად საკმაოდ კვალიფიციურია რიგ საკითხებთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობასთან, ამდენად მისცემს შესაძლებლობას მის დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალურ სამსახურებს თუ სტრუქტურებს, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციებს, გაშალოს მისი რესურსები და შესაძლებლობები ამოცანების გადასაწყვეტად. ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საგარეო საფრთხეების პრევენციისა და საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით რიგი მოქმედებებში დაზვერვის სამსახურის ნომერ პირველი ამოცანა არაღიარების პოლიტიკა იყო, რომელიც პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებში. მადლობა ძალიან დიდი, შალვა ლომიძე იყო ჩვენი სტუმარი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეოქეისის მრჩეველი, დაგემშვიდობებით ბატონო შალვა.